მეისი გრეი უკვე ბათუმშია, მსოფლიო ვარსკვლავი თავის ბენდთან ერთად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლიდან რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა. გრანდიოზული კონცერტი პიაცაზე საღამოს 10 საათზე დაიწყება. პირდაპირ ეთერში პიაცას მოედნიდან მარინა ბოლქვაძე ისაუბრებს. მარინა, როდის დაიწყება რეპეტიცია? დიახთორნიკე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით პიაცას მოედნზე, ჩვენ კადრში ხედავ ალბათ, რომ ის ტექნიკოსების ჯგუფი, რომელიც დღეს მეისი გრეისთან ერთად ბათუმში ჩამოვიდნენ, უკვე პიაცას მოედნზე არიან და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენენ. მომღერლისვე მოთხოვნით ტექნიკურ მხარეს მიხედავენ თავად მისი მუსიკოსები და ის ტექნიკოსები, რომლებიც მეისთან ერთად ჩამოვიდნენ. თავად მეისი გრეი კი პიაცას მოედნზე სულ რამდენიმე წუთში გამოჩნდება და ის ეგრეთ წოდებულ საუნდჩეკს გაივლის უკვე ცოტა ხანში, დაახლოებით 4 საათში კი 2 MTV-ს და 2 გრემის მფლობელი მომღერალი ბათუმელებს დაუვიწყარ საღამოს შესთავაზებს. 3000 ბილეთი არის უკვე გაყიდული კონცერტზე დასასწრებად და უკვე ხედავთ აქ, რომ არ არის სკამები წინა კონცერტებისგან განსხვავებით. ეს იმის გამო, რომ მეისი გრეის კონცერტზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იყო ბევრად მეტი, ვიდრე განთავსებული სკამები, ასე რომ დღეს 3000 მელომანს შეიძლება დაუვიწყარი საღამო გაატაროს პიაცას მოედანზე. ნაზე იქნება 6-7 მუსიკოსი, მთლიანად 14-16 კაცი ჩამოდის პროდაქშენი, ვინც მოულის ამ კონცერტს თავის ხმით დაწყებული და კულისები დამთავრებული. და დღეს ერთი კონცერტია, იწყება 10 საათზე კონცერტი ზუსტად, ამიტომ 9-დან უნდა მოვიდეს ხალხი კონცერტზე, სკამები არ დახვდებათ, არ გაუკვირდეთ, ფეხზე დასადგომი სულ, იმიტომ რომ 3000 კაცს ველოდებით. შევიდინეთ ბილეთები, ძალიან მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს დავეწყოთ ამ კონცერტს, ძალიან საინტერესოა, ძალიან მაღალი რანგის შემსრულებელია და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, რომ დავეწყო ამ კონცერტს. მეისი გრეის კონცერტზე მოხვედრა ეს ხა ჩემი ბავშვობის ოცნება, იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალია და ერთი სული მაქვს, როდის დავინახავ და ძალიან მინდა რომ გავიცნო და ყველანაირად ვეცდები რომ ხელი მაინც ჩამოვართო, ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ მეისი გრეის შემოქმედებას. მეისი გრეის სხვა ვარსკვლავების მსგავსად ამჯერადაც შერატონ ბათუმი უმასპინძლებს. იგი იცხოვრებს შერატონ ბათუმის მე-17 სართულზე, ყველაზე განსაკუთრებულ ნომერში, სადაც უმასპინძლებს სხვა ვარსკვლავებს, როგორც იყო მაგალითად რამდენიმე ხნის წინ კრის ბოტი. ტრადიციულად შერატონ ბათუმში ამ ნომერში მეისი გრეის დაახვედრეს ქართული ღვინო და ტკბილეული. ამ ნომრიდან იშლება ულამაზესი ხედი, საიდანაც მეისი გრეის შესაძლებლობა იქნება, რომ ბათუმის ხედები დაათვალიეროს, რადგანაც კონცერტის დასრულების შემდეგ დაბრუნდება მხოლოდ ის სასტუმროში და ხალდილით დატოვებს ბათუმს. სავარაუდოდ მას შესაძლებლობა არ ექნება, რომ ბათუმი დაათვალიეროს, ამიტომაც ეს იქნება ყველაზე კარგი საშუალება, რომ ბათუმი დაათვალიეროს. ბათუმი მზად არის უმასპინძლოს მეისი გრეის, ველოდებით მოუთმენლად მზად ვართ და სხვა მრავალი ვარსკვლავის მსგავსად ისიც განსაკუთრებულ ოთახში იცხოვრებს მე-17 სართულზე განთავსებულ ბიზნეს ლუქსში. საიდანაც არის გადასარევი ხედი, მთლიანად მთელი ბათუმი ჩანს ხელის გულზე. მე შეგახსენებთ, რომ პიაცას მოედანზე ჯაზ ფესტივალის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მოვლენამდე დაახლოებით 3 საათნახევარი რჩება. დღეს მეისი გრეი თავის 5 წევრიან ბენდთან ერთად ბათუმელ მელომანებს, უბრალოდ ჯაზის მოყვარულებს დაუვიწყარ 2 საათიან კონცერტს თავაზობს.